მოგესალმებით ყველას, ეთერშია გადაცემა ერთი დღე და უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი ერთგული მეგობარი გადაცემაში ერთი დღე ყოველთვის გადაცემის თავში არის კარები. განსაკუთრებით თუ კარი მდებარეობს ბოლო სართულზე. ახლა იმყოფებით მეხუთე სართულზე, ხუთი სართული ფეხით ამოვიარეთ და სად ვარ დავაკაკუნო ამ კარზე, რომ ფიხილაი ზარიც ყოფილა. და ვინ გაგვიღებს ნეტავ კარს? ნიკა მევანიშვილი. სად არის შენ სახში ესეთი კუთხე, სადაც ძირითადად ესეთი დროის უმეტეს ნაწილს ატარებ ხოლმე? აი. რა ხდება? აქ ხდება. იცი რა ხდება? ვეჭდავ ნუტებს. იცი რა ყველაზე დიდი დრო მიდის იმაში, რომ ვეჭდავ ნუტებს, რომელსაც მე აი აქ ინახავ. აი ჩემი დაბეჭდილი ნუტები მაგალითად. ანუ ეს არის გიაღანჩელის ის. აჰა, გასაგებია. და დღე არ გადის ისე რომ არ დაჯდე შენ დავშობ მაგიდასთან და არ დაბეჭდო ნოტები. არსებობს. ვერ გაგვცანი ძალიან დავიყალე იჯდები და უკრა. აი ეს რაღაცა წიგნები კიდე სხვა გამოვალი ლექსები. აი მანდათოს მოსჩილაძის მე ვაპირებ რა ეხა მოვიტანე და წავიკითხო. დანარჩენი აქ თუზა ჩემს დაუდია რაღაცა. აქ აღმოჩნდა სათვალე ესეთი ეს სათვალების. მეცემ. ეს მე მგონი ის იყო რაღაცა ზომაც პატარა მოგვა. აი ჩემს სათვალე. რატომღაც ეხა მოსკოვში დამინიშნეს აი ეს და არის რაღაცა სტრანე ეს ასტიგმატური თვალსათვალე. ანუ ერთ თვალში ვიხედები ზუსტად კარგას არის ან ჩვეულებრივი შუშა. მეორე თვალში მას მინუს რაღაც ერთი თუ აჰა და აუცილებელია რომ ატარო სათვალე. აი ხან თვითონ სწორად უყურებ. შენ თვითონ არ ჩნევ ესე იგი. დილა მინდოდა მეკითხა როგორ იწყება დილაში? ისტორიულ ტემპში. ანუ ყოველ დილას მეჩხერება. ამიტომ დედაჩემი ახერხებს მხოლოდ ორ რამეს. მიხეხავს მას, რასაც იხაკეთებს. აჰა. შეგვიძლია თავადგეთ თავზე. ჩემი საუზმე, მეც არაფერს. ანუ გახიხილ ვაშლის ჭამს მხოლოდ, ნიკა. ხო. და კიდე ყოველ დილას აქვს დედაჩემს კატლეტი, რომელსაც მომდევს ხოლმე კარებში, რომ ესეც შეჭამა. არ ჭამდა, ამიტომ სადღაც უკვე მეათე დღეს ერთმა შემიყურა, რომ იგივე კატლეტი ხო არა, ბუტაფორია, რომელსაც ყოველთვის მაჩვენებთ, რომ იცის, რომ მე იმას მაინც არ ვჭამ. გაბრაზ. მაგრამ ახლა გაბრაზ. ჩემი ჯობია და მე ვიცი რომ ნიკა მევანიშვილს ძალიან უჭირს უარი თქვა საჭმელზე. კი, აი ჩემი საყვარელი. და კატლეტზე მაინც უარი აღმოჩნდა, იმიტომ რომ შეიძლება გაიცი და ბუტაფორია იყოს. მაინც არის. საერთოდ რა ვიცი, ტრადიციულად ეს ქართული ტრადიცია უკვე მე მგონი რომ ადგა დილით და რაღაც ერთი ფინჯანი ყავა დალიო და ესე გადიან გარშემო გახეხილ ვაშჭამ. ანუ გამოირჩევი. მითხრა სხვა ეს დედაჩემი დასაკვირვა. ნუ ყავას რომ მიკეთებს ყავას დავე. უბრალოდ მე არ მაქვს დრო რომ გავაკეთო. ეს კი შე რომ დილით ვაშლის მაგრა დაგხვდეს კატლეტი და ვაშლი არ იყოს შეჭრა. ესე იგი დედას მინდა მაშინ ხო რომ თუ ძალიან მინდა რომ ნიკუშამ კატლეტი ჭამოს, ესე იგი ვაშლის თუ აღარ გამიხეხავსო და კატლეტს დამედებს, მარტო კატლეტ შევჭამო. გამზადებული შეგიძლია გასინჯო. ეხლა ბუტაფორია თუ არა ჩვენთან ერთად. ეხლა გავიგეთ, მე როგორი კატლეტია ეს. იცი რა, ეს თეატრში წესებად გამიმზადა, ხო? თეატრში აღმოაჩინა რომ სადღაც წაიკითხა რომ სალათის ფოთლები რამეს რომ მიატანო, ის ისე მოქმედებს რომ იმითი არ სუხდები, რასაც ატან, ანუ ტორტი რომ გაახვილო სალათის ფოთლებში და შეჭამო. შეგახდები. ამის ჯერა, ამიტომაც ყველაფერს რასაც მიკეთებს, მას შორის გახდილ ვაშლებს, თვითონაც რომ სალათის ფუძლების ზევიდან დავაყოლო. ეხლა ერთ-ერთი მაგალითი ისე არის ის, რომ აი ამ კატლეტს აქვს სალათის ფუძლები. ეხლა რაღაცა უძველურად ამას ხელი. ანუ იმ კატლეტს რასაც შენ დილით არ ჭამს, რას უშვება მე? დედა, და თუ შეჭამი, ჯერ დედა, დაშნული შეჭამი. აი, ხედავ ეს ახლა შენ
ნამინდორობას მასწავლებს. ჯერმე დაიწყო ვაშლი თუნდაც. ვაშლი სალათის ფურცელი რაც თორე ამის. სალათის ფურცელი ამის. შენ რას უშვები? ინკაპლეთ. ო. დოქსამარხვა არის მე. დოი, უკვე მომახვედი? ერთგული მეგობარი დაუკავშირდა ახლა ტელეფონზე, მინდა აღვნიშნო, რომ დოვიდა ნიკუშა მთელი დღეები ერთად მოძრაობენ ჭალებში, ასე ვთქვათ, ქალაქ თბილისში. და არა მარტო თბილისში, საქართველოში შეიძლება ითქვას. შენი ყველაზე საყვარელი დისკები. ანუ არის თუ არა ამორჩეული რამოდენიმე დისკი, რომელიც კიდევ ცალკე და ყველაზე ხშირად იმასვენს მაინც. კი, ეგენ თეატრში მაგ. თეატრში. ალბათ არავისთან დღეს საქართველოში ესეთი რამე არ ხდება. ეს არის ნაწილზე ნაწილი, ყველაფრის რაც მე. ეს კი არის, ამაზე მეტი შეფერებული. გასაგებია. რატო არ ყავს საკუთარი ავტომატი? იცი არასოდეს გამიმეტებია ფული თუნდაც შემეგროვებინა დაუშვათ. ანქანისტის იმიტომ რომ მე მეგობრები ფიქსიძეზე მიშენებთ ბინას. აჰა. თები ჩემი რაც კი შემოსავალი ქონდა შაშანი განსაკუთრებით. ასე პროექტები იყო კომერციული და ჩადე ამ ბინაში. ყველაფერი ეს მქონდა ბინაში. სალამი. დოის. სალამი. შაბათს რა გახოლმე ნიკაბადის 11 საათზე? 11 საათზე რა მაქვს შაბათს? 11-ზე რა 12-ზე? მიკითხა 12-ზე. პენაში? სამხატვრო საბჭონა. დინოს. შენ რა გახოლმე შაბათს 11-ზე? გაღიღილებაში. მიკითხულობენ პირისას. კარგი, ახლა მე შენ და ახლა არ მიხვედი შენ და საერთოდ შენი არ მისვლა, ჩემ არ მისვლა იკითხება ამ ქალაქში და ჩემი არ მისვლა, შენ არ მისვლა. მაშინ მე უნდა გთხოვო რომ გამატარო აუცილებლად იმაზე. რუსთაველზე. ეხლა? ხო. აბა ბახის ქორალებით ხელში მოდოდა. ტაქსი ძალიან ბევრია, გააჩერე, მიგზავნა და მოგზავნა. კარგი. ესე იგი ეს ფოიე შენი? სამარელი თეატრი. აქ არის ჩვენი დირექტორი თიკარუხაძის ბრძანებების. უსხა ავდივართ საფულზე. ესენი არის ჩვენი ბაზის წევრები. ტრენინგის ფორმაში. გამარჯობა. როგორ ხარ? როგორ ძანდებით? კარგად, თქვენ როგორ ახართ? სალამი. დღეს გვაქვს ვისა, ხო? გამგები. კი, პირველს არის. კი. სამუშაოდ ვიყენებთ ახლა ტრენინგების შესაძლებლად ამ სივრცეს. როგორი კარგი გიდი აღმოჩნდა ნიკუშა ვერც ვიფიქრებდი. ბოდიშ გიხეთო ჩვენ ცოტა მოგვიანებით მოვედით ჩვენ პიესის კითხვას როგორც კი მოხდები დასწრების დროს პირველად აღმოჩნდა ესე უხერხულ მდგომარეობაში. ხო არ გაუკვირდა და კამერით რა შეყვედი და მე დავაკვიანე გამარჯობა. კარგად იყავით სატანაში შემოვა. ხშირად გიწევს მოგზაურობა, ხო ასე ვთქვათ. და მაინც ესე გენატრება საქართველოს რა გერჩევნე დავშთა აქ იცხოვრო, ვიდრე წახვიდე სხვაგან. ამ ქალაქებს აქვს სილამაზე, აქვს ისტორია, აქვს წარსული, აქვს დღევანდელობა, აქვს ინფრასტრუქტურა, აქვს რა ვიცი, ყველაფერი აქვს, კულტურა აქვს. მაგრამ გავყავს მე ისეთი ადამიანები, როგორიც აქ ყავს. შევძელი იმ ეტაპზე, როცა წავედი 4 წელი ვიყავი ისე განუწყვეტლივ და მეგობრების ყავს. ახლა იქაც მენატრება, მეგობრები ძალიან და ეს უკვე იქ მეხაჩება ხოლმე რაღაცა დრო რო იქ იყო. მაგრამ ნუ ისე რომ გადავიდე ძალიან ძნელია. ძალიან წარმომადგენლად მიმაჩნია. ერთჩემი აქ იყო გავაკეთე ისეთი საქმე, რომ ჩემი საქმე საჭირო იყოს თუნდაც იქეთ ამ ხარეზე ცივილიზებული სამყაროსთვის და აქედან დამიძახა ხოლმე გასტროლებისთვის.
მეორე წელიწადში სწავლასაც მოვჩები და კილომეტრები მოვწევი. მე უნდა გაგაცნო ქალბატონი ლეილა არის ჩვენი კადრების განყოფილების ხელმძღვანელი. სასიამოვნოა. რომელმაც დამატერორა. აჰა. პირველივე დღიდან და ეხლა თქვენ თქვით რა არის საჭირო იმისთვის რომ მე თქვენთან პირნათელი ვიყო. ჩემთან საჭირო არის საკუთრების მოტანა პირველ რიგში. ანკეტა, ავტობიოგრაფია, 2 ფოტოსურათი, დიპლომის ასლი, შრომის წიგნაკი. ხო, რომლებიც ფაქტურად ჩემი მოუწესრიგებლობის გამო ვერაფერი ვერ მოუყარა, ვერაფერს თავი. ამიტომ ქალბატონი ლეილას დანახვა შიში გურის ხოლმე. და ეხა კამერით. ხო და ეხლა მე ფაქტურად ამ ჩვენი საშუალებით თამამიხარ. ხო, უფრო თამამი ვარ რომ არ დამტისკავს ჩვენი თანამშრომელი და არ მომთხოვს რომ სასწრაფოდ ბიოგრაფია დავწერო. იწყებ ნელა-ნელა. ეხლა ვიწყებ მუსიკალურ მასალაზე რბენას. ხო. რომ არასდროს ასეთი ავტომობილისთვის ფული არ გამომეწერა, ხო? ხო. და ბავშვად გაჩუქა მეგობარმა, მე მგონი შესაჭესთან შტომა იცი. ამ ქალაქში არასოდეს გამიტარებინა მანქანა. მე ვენაში ყავს მეგობარი, რომელსაც ყავს 2 მანქანა. ერთი არის ჯიპი, სუზუკის პატარა ჯიპი და მეორე იგივე სუზუკის ჩვეულებრივი. იყო პერიოდები, როცა თავდიოდი მანქანით, ჩემი მანქანით და მაგრამ იქ რა არის, ცი ძალიან იოლია ეს ამბავი და იოლი იმიტომ რომ წესრიგს ემორჩილება ყველა, წითელზე აჩერებს ყველა, ყვითელზე ემზადება ყველა და მწვანეში დადიან და ადამიანი რომ გადადის, არ ხედავ ინსპექტორებს ვერ ხედავ. და ადამიანი რომ გადადის, მანქანა ატარებს, ახლა ჩვენთან პირიქით ადამიანი უცმობს. მაგას სხვა მენტალური მართვა და და ეჭვგავს რომ საქართველოში ეჭვგავს რომ ან მანქანას დავამკრო, ან ადამიანს გავიტან, ან მე თვითონ გული გამისკდება და არც ერთი არ მინდა ამ სამინდა. მე მაგალითად არ ვიშინია სტრაფი სიარული, სისტრაფის. თუმცა მე თვითონ აღანერი სისტრაფე არ გამაჩნია ტარების დროს. მაგრამ გვერდზე დაუშვათ ისე ვინც მართავს ეხლა 2 როცა ზის ამ მანქანის საჭესთან მაქსიმალური სისტრაფე არის 30 კმ/სთ. რაც იმას ნიშნავს რომ 40 წუთი უნდა რომ საფრანგეთიდან თეატრამდე მოვიდე. მაგალითად ყოფილა შემთხვევა რომ აი მაგასათიანთან მაგალითად განსაკუთრებით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში 3 წუთი ნახევარში გავსულვართ. იმიტომ რომ ის რას აკეთებს საჭესთან ეს არავინ არ იცის. აი როგორ ახერხებს რომ დაფრინდეს. აი საჰაერო ტრანსპორტზე რა სიტყვა იგივე თვითფრინავზე შიში გაქვს თუ არა? იცი რომ მიჩვეული ვარ, აი ყოფილა შემთხვევა რომ ერთ თვეში 15-ჯერ მიმგზავრია თვითფრინავით და უპა ისე რა. просто მეზარება ხოლმე. იცი, მეზარება ის პროცესი რა. მაშინ საზღვაო ტრანსპორტზე. საზღვაო ტრანსპორტში არ უჯდარ ვარ. არა. და ოცნება არის რომ გემზე მოვხვდე ჩემი, მაგრამ ცოტა მგონია რომ ნერვები ამეშლება, იმიტომ რომ მგონია რომ ნელია. აჰა, სისტრაფე რომ გიყვარს ეს იმის გამო. მაგასათიანი თუ იქნება კაპიტანი. გემის კაპიტანი თუ იქნება, მაგრამ ასათიანი მე იმ გემზე თანახმოვარ. რომ ერთი თვის განმავლობაშიც კი ვიმგზავრო. ესა. მაგრამ იყოს ესეთი სადარბაზო. ძელებული ძალიან მომწონს. და შენებს სახზე დავშოთ. იმიტომ რომ ის იაფია ეს ძვირი. როგორ? ის იაფია ეს ძვირი. ეს ძვირია. მართალი ბასი. მოდ ლოგიკური. ამასა ერთი სიმი. არ. ნიკა ვარ. ინაცვალოს ჩემი თავი. ეს არის ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა. აბა. იმიტომ რომ ეს არის ოჯახი, სადაც მთელი დინასტია არფაზე უკრავს. კონსერვატორიის პედაგოგებიდან დაწყებული ირინამდე, რომელიც ყველა ჩემ კონცერტში, ყველა იმ პროექტში ოჯახთან ერთად რაც ქონია. და ოჯახია რომ თანაც დამეგობრდი. შემოხდიდან გამომდინარე და მე უკვე ხო იცი როგორ დაიზრდება ხა სულ ერთად კონცერტები და რა ვიცი გასტროლები და რა. ანუ ირინასთვის წერ უამრავ ნაწარმოებს არფის. აჰა, გასაგებია.
რა ყველა რა მოხდება? არა ქვევით მანქანაში ვისთვის თეატრის დირექტორის მოადგილე. მე როგორ ვეკავ მე არიცი ირინა დღეს საღამოს ან მაქსიმუმ ხვალ ეს თუ დავინდე ნიშნავს რომ ხვალ მაგრამ თუ არ ვინდო დღეს ამადამ სანძი იყავი კონდეს ყველა ნოტები რა თქმა უნდა რაც კი არსებობს ეხლა ნოტების ასაღებად მოხდა არა ეხლა სხვა ნოტებზე მოვიდა მაგრამ საერთოდ ნოტებთან კავშირში ამოჯახე ყველანაირი აი ეხლა ყანჩელზე ფეხბურთის ხო რაღაც ანგარიში ხონდა გამიძიოს არა წესი აი რამოდენიმე პუნქტი ხო არსებობს არც ერთი და კონცერტის დღეს გენერალურ რეპეტიციაზე მთელი პაჭკა მომცა ესეთი ნოტების და ეს უნდა დამიკრა სადაც არც ციფრი წერია არც შესავალი წერია არაფერი გუმარით უნდა მიხვდა მეუბნები არა ბატონო გეტილი ჭერი ადამიანი გამანებეთ და ეს არის ბრანდენ ხარავი ხო არა ხო გლასმეშერ ნახონ без сопровождения а компания гинда ეს აბარა органный хоральный прелюдия тоже очень хорошо მანახება მინდა ყველაფერი მინდა ბახ ორგელ ხორალ ფორშპილ это очень интересно тоже ამას გუნდი ვერ აშოდეს მაგრამ იცი რა მე ვაპირებ რომ ბახით გავაფორმო ეხლა რა სპექტაკლსაც ჩავუშვებ ამას ეხლა ყველას გადავგეჭდა ხო აი ხა მივიდივართ გადასაბეჭდად ხო აქედან მივიდივართ ედეგივეა ხო ესეც იგივეა მომცემი ესეც იგივეა იტერსი ხო მაგას ტოვებ როდის ამთავრე ხამ საშინაო რომანს რამდენიც ხშირად გიწევს ხოლმე ესეთი რაღაცა დეტალების ამ შეტევების სეროქსი მიდიხარ გადააქცევებს იცი რაღაცა ჩამომიყალიბდა იმის გამო რომ წლების განმავლობაში აი მარტო ვაკეთებდი ხოლმე მარტო რას გულისხმობ აი ჩემ თავზე ვიღებდი მთელ პასუხისგებლობას ხო ვერ ვენდობი ხოლმე ვერავის აი რომ დავავალო რომ ეს გამიკეთე ეს ამდენი ის იმდენი აი ამასაც კი რაღაცა ვერ ეშე და ანუ გირჩევნია რომ შეეთითონო აკეთო კი ძალიან მაგარია ეს არის შოსტაკოვიჩის ოპერა ეს არის პუჩინის მადამ ბატერფლაი ეს არის როსინის საფორწინო ანაჩენი რომელიც ორი ეგზემპლარი აქვს ამას ჩაუშვებთ ახლა თეატრში და ეს არის პერგოლეზის სუჟანკა გასპაჟანი ეს ნაწარმოებებია რომელიც ჩვენ ეს უკვე დააც გადაგიქცევს ეს უკვე გამიკეთეს კი ეს ყველაფერი 15 წამი და ყველა გვერდი, ხო ეს ახლა. აი ხომ შეbrundეთ ისე, რომ რას დავავალე ხარ გამიგეთ. დამაინტერესა, ასებას შეკითხვა გამიჩნდა, აი ბაზარში თუ ყოფილიყარ მარტო როდეს. ბაზრობაზე კი და ბაზარში არა. არ მახსოვს. არა, კი, ყველი მაჩუქეს. ყველი გაჩუქეს, გიცნეს და ყველი გაჩუქეს, როგორ უნდა გეტყვი ყველი და არაფრით არ გამომართვა იმ ქალმოყული. არაფრით, როგორ მეო ესეთი მოყვარული ვარო კლასიკური მუსიკისო და ესეთი ადამიანი ცოცხლად ნახეო და ყველი რო ფული რო გამოგახსოვს. საინტერესოა. ხოთსანის ბაზრობაზეც ბევრ ამას ჩუქნია. ან ძალიან მიკლებენ თაში. აი ზოგი პირიქით არის უწევენ ხოლმე პოპულარულად. მე არასოდეს არ ყოფილი ვარ ისეთ სამსახურში, სადაც $1000 მქონოდეს ხელფასი, ესე რომ აი ყველა მიცის და შეიძლება იმას უწევენ მაღლა, ვინც იციან რომ პოპულარულია, მაგრამ შემოსავალიც ისეთი აქვს, რომ მოლ რაღაცა და აი ესეთი შემთხვევა ყოფილა, როცა რესტორანში ან კაფეში სადმე დარხარ და შემოსულადაც კითხე რა შენი გადახდილია. კი, როგორ არ ყოფილა, ბევრჯერ. უამრავჯერ. ხო და ხშირად ის ხალხისგან რომელიც არ ვიცი. სიამოვნებს თუ რაღაცა გეუხერხულება. საერთოდ რესტორანსა თუ კაფეში ჯდომა, ისედაც ისემ სიამოვნებს, რომ ესეც რო არ მოხდეს, მაინც მაყოფილი ვარ. ხოლო თუ ეს მოხდა, ორ მაგაც უფრო ნერგება ისრად ვჭამე და შეიძლება მისეთ უფრო სულთქო. ეს არის საკაი.
არ გეზარებოდა ხამდე ველოდებოდა ბევრი ხო შესაძლოა ამას დავალებდეს სხვას და გავიდოდა და მე მოვიდოდა წაი არ ვიცი რაღაცა აგებულობ თუ არა სემონება შეფიქრონ ამას იცი რა მე ხო აქ მაგრამ ჩემი საქმეა და ვაკეთებ ხო მაგრამ ამის უკან არის ის რომ ეს ყველაფერი ხა ცოტა ხანში გაცოცხლდება ანუ ესაც გავაკეთებთ უკვე რომ წავალთ თეატრში უკვე ეს დაიწყებს ეს მუსიკა დაბადებას ჩვენ თვალწინ და აქედან გამომდინარე მე სიამოვნებს აი ეს პროცესიც კი ძალიან მიყვარს ესეთ სიტუაციებში მოსვლა. ამის მიზეზი არის რომ ეს არის როგორ გითხრათ, ალბათ მე შემდეგი თავობა ვერ მოესწრება ესეთ ტიპის ოთახებს, სადაც საათი, ფეხსაცმელი და უშუალოდ ნოტების ქსერო ასლი ერთდროულად მზადდება, კეთდება და აი ეს ატმოსფერო არის რაღაცა ჩანთების შეკეთება, იმ წარსულების დამზადება დროიდან ანუ მე რომ ჯერ კიდე ბავშვი ვიყავი და ჩვენი მშობლები რომ იყვნენ აი იმ პერიოდის რაღაცა გადმონაშთია და რომელიც აი ეს აღარ იქნება და მე მინდა რომ მოვასწრო რომ ეს მახსოვდეს აი მეც ამგებოთ აი ეს არის არტი კი ეს არის ნამდვილი არტი აი ის კუთხეც არის ნამდვილი არტი აი ხოლგებიდან წამოყოლილი აი რაც ხდება ეს შეიძლება უბრალოდ ვიღაცა ავსტრიელმა მხატვარმა ეს გააკეთოს და ჩაეთვალოს საგამოფენო ჩვენებად ხალხო და აქ ყოველ ნაბიჯი შეიძლება შეხვდე ეგეთ რაღაცას მაგრამ მოწონს ესეთი მაქვს სოფელში რაჭაში ესეთი არ მაქვს და ის მომწონს ძალიან აჰა აღმოჩნდა რომ რაჭაშიც გქონია სოფელი და ჩადიხარ ეს საფხურით ყოველ წელს და ვინმე ხვდება თუ წაიები ასა მამიდა ყავს მამიდა დაიურდნა რაჭულ ობიანებს აჰა შეხედე შეხედე სულ მართლობიანის ბრალი რაც ჭირს ხა დღორის ხორცი არ მიყვარდა გოჭები მეწოდებოდნენ იმიტომ რომ ბავშვებიდან გოჭს მეძახდნენ იქ სოფელში და შესაბამისად ხა როგორ შევჭამდი ისეთი რაღაცის ხორცს რასაც მეც მეძახიან ხოლმე მაგრამ მე ხა მიხდი რომ ძალიან მომეწონა Oni market termeta. სხვათა შორის ზურაბ ანჯაფარიძეს აქვს ნათქვამი დიდ თეატრში ის როდესაც მუშაობდა რომ სჯობს თეატრში ადამიანებს მიესალმო რამდენჯერმე ვიდრე ერთხელ ვიღაცისთვის მისალმება დაგავიწყდესო და ეს საერთოდ ჩემთვის არ მახსოვდა ეს მისი რჩევა მაგრამ ეხა აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად მართალია სალამი ერთხელ სალამი ჩვენი თიკა ჩვენი დირექტორი ეგ შეიტანე კიდევ ერთხელ ყველას სალამი ეტაპა ძალიან კარგი ტიპები არიან ესენი სხვათა შორის თიკა ძალიან მაგრამ ღერის და აღმოაჩინე რომ აქ დაგვხვდა დირექტორის მოადგილე ახალგაზრდა ბიჭი რომელთანაც ახლა მგზავრობდით რომელიც ასევე კარგი ხმა აქვს და მე მინდა რომ დირექციისთვის დავწერო მიუზიკლი თიკა იქნება მთავარ როლში სხვა შორის დოის მღერის ნუ მე ვერ მღერი ვარ მაგრამ მე შეიძლება ეპიზოდი დო იქნება მიმიკით შენ კარგად აკეთებ იმას რასაც აკეთებ ნიკა აი ჩვენ ესე იგი ჩვენ მოვიაზრებით აქციაში არა всё ეხლა აღარ მაინტერესებს ეს რას გეუბნები ეხლა მე მოგიყვება მოვიაზრებით ესე რომ დოიაშვილი არის არაჩვეულებრივი სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვარ საჩინელი დირექტორი მაგრამ ეს არის უზარმაცესი ადამიანი აი ჩემზე ამბობს რომ კაცი რომელიც არის ყველაზე ნიჭიერი მთელ სოფლიოში ყველაზე ზარმაცი ყველაზე ახალგაზრდა ამ სფეროში რომელსაც ამდენს მიაღწია და ყველაზე ზარმაცი გავაკეთოთ ესეთი მარტივი რაღაცა ადამიანები ვისაც არ აქვს სურვილი ამაში მონაწილეობის მიღების შეუძლიათ მითხრან და მე მათ გავუშვებ
არა, იმიტომ რომ მე უბრალოდ ეს არის ჩემი ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ტკივნეული არა. ჩვენ უნდა ვიმღეროთ ბახის ქორალები. ეს მე ვთქვი, ვიმეორებ დღესაც ეს არც ისე ტკივილი, არც ისე ადვილი არ არის თავარი აქ ხარისხი, ჩემთვის თავარია რომ ეს მუსიკალური მასალა მე ისე ავითვისოთ, რომ თუნდაც ერთ თვეში იქნება თუ ორ კვირაში დაცვასაც მოვასმენინოთ და მეორე ფაქტორი ის არის, რომ ფურცლიდან კითხვის ტრენაჟი ჩვენ თვითონ გავეძლიეროთ, ხო? ჩვენ უნდა ჩავუშვათ სამუშაოდ როსინის ოპერა. Раз, два. Раз, два. Ai, tenora che mi dà. გრძელდება გადაცემა ერთი დღე ჩვენ ვყოფებით მუსკოვიტის თეატრში უკვე დილიდან ნიკუშა მემანიშვილთან ერთად და ახლა ნიკუშა შეეცდება უფრო სწორედ რაღაც დაუნდა დაგვათვალიერებინებს თუ ამ მდგომარეობა ახლა მუსკოვიტის თეატრში და ამ მდგომარეობა იქნება სულ რაღაც 2 წელი როცა აქ ცოტა ხანში მოვლენ ნიუშები და დაიწყებენ მუშაობას ანუ გააკეთებენ რემონტს ჩვენ ახლა ვდგავართ სცენაზე. ეს არის მთლიანად სცენა. აჰა. ეს არის კონსტრუქცია, რომელიც მოესწრო ჩვენს მოსვლამდე, ანუ იმ წლების განმავლობაში, რომელიც დამზადებულია შემდეგნაირად 3 მაგი წლია. მსგავსი რაღაცა საქართველოში არ არის, ხო? და ეს მე მგონი ძალიან დიდი სცენაა რა მე. აგეთყვი მასშტაბს, ეს არის როგორ აგიხსნა, ოპერის თეატრზე კიდე უფრო დიდი მასშტაბით გაცვლილი. ეხლა ჩვენ ვართ კულისებში. ხო, ეს ძალიან უცნაურია რა, ეხლა ვართ კულისებში. ხო, და კულისებიდან გავდივართ პარტერში. ეხლა რა პარტერი გვაქვს ბავშვებო? ხო, აქ არის საორკესტრო ორმო. ადგილები ჩვენი ბილეთები ჩვენი ადგილები. ეს არის სულ ამფითეატრის პრინციპით, ანუ აჰა, პარტერი მე-7 რიგი, მე-4 მე-5 მე-7 რიგი წავედით ზევით. პირველი, მეორე, მესამე, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 რიგი. შენ ლოჟა გაქვს ზევით ადგილი. აი, აქ არის ჩვენი ადგილები. აქ არის ადგილები. და ეგესაც დაიჭირე. 1200 კაცი დაეტევა. 1200 კაცი. და შენ უკვე წარმოგიდგენია, აი რა უყურებ როგორი იქნება, ესე ვთქვათ, წელიწად ნახევრის შემდეგ. აი ამ ადგილას ამოგოფიქარი. მე გეტყვით მეც, ვიდა ჩემი სად დაждდება ხოლმე ჩემს სპექტაკლებზე. აი იქ. ლოჟაში, იმიტომ რომ მიყუროს მე. იქითა ლოჟაში? იქითა ლოჟაში დირექცია. არა, პრეზიდენტი დარბაზში ჯდება ხოლმე. დაწყებულია რემონტი თუ არა და როდესაც? იცი რა, ვიმედოვნებთ რომ ერთ თვეში უკვე აქ შემოვა. ერთ თვეში და დაახლოებით, ესე იგი, საათ როდის იქნება ყველაფერი, ანუ დასრულდება. ნუ პირველი ეტაპი არის გადახურვა. ჯერ ეს წყალი ჩამოდის და რაღაცები ზიანდება. როგორც სიამოვნებით მე თვითონაც შევეცდები, აბა. ის დარწმუნებული ვარ რომ ვისწავლი ამ ყველაფერს და რაღაცა მეცოდინება რომ ეს მონაკვეთი ჩემი შელესილია. დათავარია ტანსაცმელი გამოვყოთ ამისთვის რომ არ დავისვაროთ და ჩვენ სულ ყველა მაგერ თიკამ ნუგზერმა დათომე მიყიდა ჯინსი რომ ეს რემონტს ვიწყებო და სპეციალური ასევე ფეხსაცმელებიც მე მოიტანოს თიკამ რომ აქ იაროს ადვილად და შენც აპირებ რომ შეიძინო კომბინეზონები ის რაღაცა მე სულ მეშინია რამე არ დამეცეს ხოლმე თავში და ამიტომ პირველი რასაც შევიზენ ეს არის კასკა. კასკა. ხო და ჩაფხუტი ასე ვთქვათ, ხო? ღმერთმა ქრასი.
გამოგვივიდეს დროზე ეს ყველაფერი. მაგრამ ერთ წელიწად ნახევარი მაინც ჭირდება. აი ამ ადგილიდან, აი ამ კარებიდან. გამოვალ ხოლმე და მე გავალ უკვე ჩემთან. რაც არ მექნება მე სპექტაკლი. თუმცა აი მას ხო რაღაცა ზემოდან გადაეფარება ხო რაღაცა ძირს, რაღაც არ გინდა რომ აი თემის მასავით თუ რაღაც რო დებენ და ინახავენ და რო რჩება შენც რო დატოვო. იცი არ მიფიქრია. გავაკეთო? კი. აუ რა მაგარი იდეა მითხარი ა? დედა. და რომ მეწოდინება მე რეც რა აი აქ? აქ ის არის. თალი საუკუნეები იქნება. ჰა? საინტერესო ისეთ რაღაცა შეფუთული უნდა იყოს ის რომ ვიღაცა მიიღოს და აღმოაჩინოს მე საუკუნეების. ზოგადად გადაცემა ერთზე ნიკა მელანიშვილთან ერთად აღმოჩნდით კონსერვატორიის დარბაზში და ახლა მიმდინარეობს კონცერტი. კონცერტის შემდეგ ნიკა გადასაუბრება ჯერ დაკავებულია. მაინტერესებს როგორი მაგას როცა დამთავრდა. აი ეს წარმოიდგენ როგორი ამახია. ნუ გარდა იმისა რომ ჩემი საყვარელი ანსამბლია გიორგი ისიკიშვილი არის ჩემი ყველაზე ერთ-ერთი ხომეგობარი, მისი მეჯვარე ვარ და ეხლა ოჯახური ეხლა მიდიხარ რომ ხო არ გავეკარე სხვათა შორის მომენტი. თვითონ ნერვიულობდი, შენს ნერვიულობდი. გადავიდე მოვკვდი. აგარი აი რა მეგობრების ეს თითქმის შეხვედრა კარგად აღიარა. ბიჭო რა შემჭირდება? ეხლა ცოტა ხანი და მე დაგირეკავთ რა. ხოიცი. ეს გასა არის ჩვენი საღამოს შემდეგ მიდიხარ ალბათ დაისვენო მეგობრებთან. მე ვარ ძალიან უხილო. არ ეხმარები ხოლმე. არა, კი ვეხმარები, მაგრამ ეხლა ყველანაირი ჩანთა და ყველანაირი ყველაფერი მივაბარე მეგობრების ცოლებს. იმიტომ მაინტერესებს მინდა აბსოლუტურად თავისუფალი ვიყო ეხლა ისე. ეს არის ჩვეულებრივი საღამოს შემდეგ კარგ ხასიათზე ხარ მithumetes ახლა ალბათ დაისვენებ მეგობრებთან ერთად. იცი რა, მე მინდა რომ გიორგის დაუჯდე და ძალიან დეტალურად უთხრა ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცი რომ აინტერესებს ყველა დეტალი და გარდა იმისა რომ სიამოვნებას ვიღებდი, ვიმახსოვრებდი ყველაფერს. აი ამაზე ვიმსჯელებთ, ვილაპარაკებთ და ესე გავატარებთ საღამოს. შეიძლება ცოტა წავიხემსოთ კიდეც, რომელიც არ მაწყენს, იმიტომ რომ როგორც თქვენ ხედავთ, მთელი დღე ერთი წუთიც არ მქონდეთ ამისთვის. და მეტი რა, და მე ძალიან გვიან დავიშლებით და მე რომელიმე ჩემი მეგობარი თავისი ავტომანქანით მიმიყვანს სახლამდე, ჩამომსვამს ეზოში, მომინათებს რომ სადარბაზოში ბოლომდე ავიდე და მე ზევიდან დაუქნევ ხელს რომ წავიდე. ეგ არის და ეგ. დიდი მადლობა ხო, დრასტავარია, დედა ჩემი დამხვდება და მეტყვის კიდევ ასე გვიან მოხვედი. კატლეტი. და შემახვედრებს კატლეტს, რომელსაც რა თქმა უნდა კვლავ არ შევჭამთ. დიდი მადლობა ნიკა, ეს არის ჩვეულებრივი ერთის და რომ გავატარეთ ჩვენთან ერთად, ჩვენ გავატარეთ ჩემთან ერთად, მეც მადლობელი ვარ ძალიან. გეშიდევები. ეს არის ჩვეულებრივი ერთი დღის შემდეგ იზღანამჩენია დაგემშვიდობოთ და აუცილებლად შეგახსენებთ რომ დაელოდოთ მომავალ ხუთშაბათს და დაახოთ თუ ვინ იქნება ჩვენი სტუმარი. კარგად.